ყოველთვის გამორჩეულად მიხარია ამ უნიჭიერესი და უსაყვარლესი დუეტის სტუმრობა ჩვენ შოუში. გთხოვთ შეეგებოთ ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი. დავდადი გენაცვალე. როგორ ხარ? კარგად, მადლობა. როგორ ხარ, ჩემო? ჯულიანა და ოთო. მადლობა, თქვენ როგორ გიკითხეთ? კარგად. ჩვენთვისაც ძალიან დიდი პატივია და სუგვიხარია თქვენს გადაცემაში სტუმრობა. გენაცვალეთ. მე თავიდანვე მინდა დავიწყო თქვენი წარმატება არ გაკლიათ, სადაც თქვენ გამოდიხართ ყველგან ასეა და გადაჭარბების გარეშე, მაგრამ ამ შემთხვევაში საერთაშორისო წარმატება მინდა ვახსენო, რომელიც თქვენთან ერთად უკავშირდება თქვენს მოსწავლეებს. თორემ რომ ბარსელონადან დაგვიბრუნდით თქვენ დიდი წარმატები და აი ეს მინდა უთხრათ ჩვენი შოუს მაყურებელს. ნამდვილად ეგრე იყო, ჩვენ ვიყავით ბარსელონაში საერთაშორისო შეჯიბრზე, წავიყვანეთ ჩვენი სტუდიის მოცეკვავეები და მათ აიღეს როგორც პირველი, ასევე მეორე, ასევე მესამე ადგილები, ბევრი საპრიზო ადგილით დავბრუნდით და ძალიან გახარებულები ვართ, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიო ასპარეზზე არამსუ კონკურენტ უნარიანები, არამედ უკვე ტურნირებსაც კი ვიგებთ და ჩემპიონები ბრუნდებით. თქვენ თავს მოუგეთ და თქვენ თავს დაიგრებოდით მარტო. გილოცავთ. ოთო, შენი ვიდეო ვნახე, რომელიც ამას წინათ გავრცელდა სოციალურ ქსელში. თუ არ ვცდები, დუბაიში იყო გადაღებული, სადაც ერთად იყავით და შენ გადმოხდი პარაშუტით, ხო? ნამდვილად. სირამიდო და მეთქვა, ამაზე შენ მომიყევი, მაგრამ შენ რო ააგდებ ხოლმე ჰაერში ჯულიანას გაუგე ახლა ბოლომდე როგორ მდგომარეობაშია. იგივე დღეში ეგან ვიცადე ახლა იქნება. საოცარი იყო ნამდვილად, ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემ დაბადების დღეზე ვიყავით მე და ჯულიანა წასული, იქ აღვნიშნეთ, იქ შევხვდით და რაღაცნაირად ბავშვობიდან სულ მინდოდა ვერტფრენიდან გადმოხტომა და ჩემს თავს საჩუქარი გაუკეთე და გადმოხტი. გამართლა კაი ყოფილა? რაცამსაც დავეშვი მიწაზე ეგრევე კიდე მინდოდა რომ მეორეჯერ გადმოხტარიყავი და აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმეორე. ძალიანაც კარგია. ვიცი რომ თქვენ ექსტრემის მოყვარული ხალხი ხართ და ისე არ გისდიათ, იქვე იყავი დუბაიში და რომელიც სათამჯენის სახურაბზე გეცეკვათ რაღაცა ეგეთი მსგავსი. სხვადასხვა ეგ დუბაიში არა, მაგრამ ნიუ-იორკში ვცადეთ, იქ უფრო მაღალი შენობებია და უფრო დიდი მე მგონი ახლა მომივიდა თავში, თქვენ უკვე განგიხორციელებიათ. კი, ნიუ-იორკში ვიყავით, სადღაც 1 წლის უკან და იქ არამს თუ ვიცეკვეთ, გადმოვეკიდეთ 107 სართულზე და იქიდანაც ხედით დავტკით. მოკლედ ექსტრემთან რასაც შეიძლება ყველაფერს ვაკეთებ სიამოვნებით. ხე ჯულიანას რა მინდა იცი ვკითხო და უთხრა მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენად იქცა გადაჭარბების გარეშე და ძალიან მოგვიწონა მაყურებელმა ოთოს ვოკალური დებიუტი იუმორინას წინა წლის კონცერტზე. და მე მგონი ჯულიანა შენც უნდა სადო ეს ამბავი და მაგაზე უნდა ვიმუშაოთ რატო იცი? როდის მომივიდა იცი ეგ თავში? ვიდეო ვნახე, სადაც შენ გულშემატკივრობდი, შენ და ოთო ერთად უცხერდით, ილია თოფურიამ რომ მოიგო. ისეთი მძლავრი სოპრანოთი შეკივლე რომ მივხვდი რომ ვოკალური მონაცემები ახაც არის. მე შემიძლია ძალიან კარგად გულშემატკივრო. როგორც მაშინ გულშემატკივრობდი ილია თოფურიას კავრის დაცვაზე იქ. ასევე გულშემატკივრობდი როცა ოთო მღეროდა. ოთოს ახლა არანაკლები გამოწვევა ექნება და ბანე ვისაუბროთ. ახლაც გულშემატკივრებ. ახალ პროექტზე იუმორინასი, იუმორინა 2025 საიუბილეო, სადაც ერთად გამოვდივარ და ერთად მუშაობთ ამ ყველაფერზე, ჯერ მოდი ამაზე თქვით ამ მზადებაზე. პირველეს ყოვლისა, სანამ აქ მზადების პროცესზე გადავალ, არ შემიძლია არ აღვნიშნო და ამას არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან და თქვენ შესანიშნავ გუნდთან ერთად სცენაზე ერთად ყოფნა და დგომა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები, თუ შარშანდელ გამოხმაურებას მივაქცევთ ყურადღებას, დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება ჩემი და ჯულიანას თქვენს სცენაზე გამოჩენა. ჩემგანაც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი პატივია ნამდვილად თქვენთან ერთად, როცა რაღაც საქმეს ვეკიდებით და მადლობა ამისთვის თქვენ. თქვენ მადლობა ძალიან დიდი, რომ მართლაც ამშვენებთ აი ჩვენს დიდ გუნდს და მაყურებელი დარწმუნებული ვარ, რომ დაელოდება დიდი ინტერესით, მით უმეტეს ბევრ სიახლეს ვამზადებთ და მუშაობთ. მრავალსაათიანი ყოველდღიური რეპეტიცია გვაქვს, რომელიც ცალკე სიამოვნება და ცალკე სასაუბროა და რადგან ვახსენეთ იუმორინა, მოდი მოვიწვევ მაყურებელს თქვენთან ერთად. ვირფასო მეგობრებო, 15 და 16 თებერვალს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება საიუბილეო კონცერტები იუმორინა 2025 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე ბილეთები G. გელით ყველას.